წარუმატებელი ოქტომბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. პირველ რიგში მინდა მადლობა უთხრა ამ ორივე გასვლით მატჩზე ჩამოსულ თითოეულ გულშემატკივარს და ყველას, ვინც გუქომაგობდა. რთული მატჩები გამოვიდა, არასასურველი შედეგებით და სათამაშო ხარისხით. აუცილებელია ყველა პრობლემა გავაანალიზოთ, დავინახოთ, მივიღოთ და შემდეგ თამაშებში გამოვასწოროთ. არ არის პირველი, როდესაც დაბრკოლებების წინაშე ვართ, მაგრამ ერთად აუცილებლად უნდა გადავლახოთ და დავბრუნდეთ გამარჯვებების და პროგრესის გზაზე. წერია კვარაცხელიას განცხადებაში. სანამ გავაგრძელებთ, გთხოვთ დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა არხს დაეხმაროთ განვითარებაში. ავიდეთ 500 ლაიქზე. მადლობა. სოციალურ ქსელში განცხადება ასევე გამოაქვეყნა გიორგი მიქაუტაძემ. რა თქმა უნდა, ამ ორ მარცხით ძალიან ვართ დამწუხრებულნი და ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ თვითკრიტიკულები, რათა გავიგოთ რატომ ვერ შევძელით ჩვენი ძალის ჩვენება. მაგრამ ჩვენ ვართ საქართველო და ჩვენ დავბრუნდებით უფრო ძლიერები და უფრო ერთიანები ვიდრე ოდესმე. და უპირველეს ყოვლისა ჩვენი უდიდესი ძალით, თქვენი ძალით. გმადლობთ თქვენ მხარდაჭერისთვის ესპანეთიდან თურქეთამდე. თქვენ საოცრები იყავით და ჩვენ ნამდვილად ვაცნობიერებთ რა დიდი ბედნიერებაა რომ გვყავს ასეთი გულშემატკივრები და ასეთი ხალხი ჩვენს გვერდით. გმადლობთ ყველაფრისთვის. ოქტომბრის სანაკრებო პაუზის ჩაგდების შემდეგ ვილი სანიოლის წასვლას ბევრი ქართველის გულშემატკივარი ითხოვს, რაც სრულად გასაგებია. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ის საქმეები, რაც ფრანგმა ჩვენი გუნდისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის გააკეთა და დამსახურებული მადლობა გადაუხადოთ. ვილის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს და სავარაუდოდ ის სწორედ ამ დრომდე დარჩება ჩვენთან. თუმცა მაინც ვიმსჯელოთ ვილის შემცველის კანდიდატურებზე. პირველი, რამაზ სვანაძე. საქართველოს 21 წლამდელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა უკვე დაამტკიცა, რომ მაღალი დონის სპეციალისტია. გუნდი ზედიზედ ორჯერ წარდგა ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ ღირსეულად. თანაც სვანაძე ნაკრების თითოეულ წევრს კარგად იცნობს. ახლა თუ არა მომავალში რამაზი ეროვნულ გუნდს აუცილებლად ჩაიბარებს. მეორე, იოხიმ ლიოვი. გერმანიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ამჟამად უგუნდოდაა. მას შემდეგ რაც ლიოვმა გერმანიის ნაკრები დატოვა, სამწვრთნელო საქმიანობაში არ უმუშავია. გერმანელი სპეციალისტი სანაკრებო ფეხბურთს კარგად იცნობს და შესაძლოა ჩაითვალოს, რომ მისთვის ახლა საქართველოსნაირი განვითარებადი გუნდის ჩაბარება ახალი სიცოცხლის მიმნიჭებელიც იყოს. მესამე, ხავი ერნანდესი. ბარსელონას ლეგენდამ ევროპაში სამწვრთნელო კარიერა არც თუ ისე დიდი წარმატებით დაიწყო. ის 2024 წლიდან უგუნდოდაა. ესპანელი სპეციალისტისთვის საქართველოს ნაკრები კარგი ადგილია, რათა მან საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინოს. მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა ისაუბრეს და საკმაოდ მკაფიო განცხადებები გააკეთეს, მაგალითად ოთარ კიტეიშვილმა, რომელმაც თქვა, რომ გუნდმა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ნაპერწკალი დაკარგა, რომლის დაბრუნება აუცილებელია, თორემ მის გარეშე არაფერი გამოუვათ. ოთარ კიტეიშვილის კომენტარი: რთულია საუბარი ასეთი თამაშის შემდეგ, როცა მოლოდინები განსხვავებულია და თამაშის სცენარი აბსოლუტურად განსხვავებული. ძალიან დასანანია და არ ვიცი რა ვთქვა. ძალიან განვიცდით, მაგრამ ყველა ფეხბურთელმა ჩვენს თავში უნდა ჩავიხედოთ მეც და აღვიქვათ კარგად, რომ საქართველოს ნაკრებს წარმოვადგეთ. თითქოს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ის ნაპერწკალი არ გვაქვს, რაც გქონდა. თითქოს სადღაც დავკარგეთ და აუცილებელია ამის დაბრუნება, რადგან ამის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება, იმიტომ რომ მაღალი დონის გუნდებთან გვიწევს თამაში, ამ მატჩებში ძალიან დავიჩაგრეთ, განსაკუთრებით დღეს პირველ ტაიმში. ვფიქრობთ, ასე ვერ გავაგრძელებთ, ჩვენს თავში უნდა ჩავიხედოთ და ვიპოვოთ ძალა, რომელიც გუნდს გააძლიერებს, განავითარებს. სხვა შანსი და გამოსავალი არ არსებობს, უბრალოდ საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაოთ. რთული სათქმელია რამ გამოიწვია ამ ნაპერწკლის გაქრობა, ამაზე პასუხი რომ მქონდეს, ალბათ დღეს ასე არ ვითამაშებდით. ეს არის ჩემი აზრი, ჩემი განცდები. მოედანზე ასე ჩანს. გუნდში ძალიან მეგობრული გარემოა, ძალიან კარგი განწყობაა, ერთად ყოფნა გვიხარია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, მოედანზე თითქოს ეს ერთიანობა ვერ გადმოგვაქვს და ესაა ძალიან დასანანი. კუთხურის დროს ზონას ვთამაშობთ, მე მეორე ხაზში ვიყავი და ზონის დროს ინდივიდუალურად არ ვიყვანთ ფეხბურთელებს, უბრალოდ ასე მოხდა, დაემთხვა რომ მე აღმოუჩდი დემირალთან და მანაც გამოიყენა უპირატესობა. დავალება არ იყო რომ ის მე ამეყვანა. მიჭირს საუბარი, გვინდოდა რომ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო, უდიდესი მადლობა გულშემატკივარს, გრძნობთ ამ განსაკუთრებულ სიყვარულს და კიდევ უფრო დასანანია რომ ვერ გავახარეთ ისინი. ისი არ გამოვიდა როგორც გვინდოდა, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს. ვეცდებით რომ ეს ყველაფერი სხვანაირად წარიმართოს. გიორგი ქოჩორაშვილის კომენტარი: ძალიან რთულია მიზეზების პოვნა, მოგვიანებით უფრო ადვილი იქნება. ახლა ყველაზე ადვილია თავის ჩახრა და ნეგატივზე საუბარი. ვიცით რა რთულ მდგომარეობაშიც ვართ იმ დიდი გამარჯვებების შემდეგ. ასეთი დაცემა არავის გვინდა. არც ერთ ფეხბურთელს და მთლიანად საქართველოს არ სიამოვნებს, როდესაც ფეხბურთელები მოედანზე ვერ ვახერხებთ იმის შექმნას, რისი შექმნაც გვინდა.
თუმცა საქართველოს ყოველთვის ქონია რთული მომენტები და ყოველთვის ვიცით, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ რთული მომენტებიდან. დარწმუნებული ვარ, ამ თითოეულ წაგებას, ჩვენს შეცდომას, ჩვენს თავზე ავიღებთ. პირველ რიგში ჩემს თავზე ვსაუბრობ. ახლა კლუბებში მივდივართ. მაგრამ მაინც ეროვნულ ნაკრებზე და ჩვენს ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შანსი უკვე აღარ გვაქვს, მაგრამ დარჩენილი მატჩები უნდა გამოვიყენოთ მომავლისთვის. ნეგატივი ადვილია, მაგრამ პოზიტივი უნდა ვიპოვოთ, რომ მომდევნო მატჩებში ეს ყველაფერი რამენაირად გამოვასწოროთ. გულშემატკივრებს მადლობის მეც ვერაფერს გადაუხდი. ვეცადეთ მოედნიდან გვეთქვა მადლობა, მაგრამ დღეს ეს ვერ მოხერხდა. ზურიკო დავითაშვილი. ცხელ გულზე რთულია დასკვნების გამოტანა. რაც გვინდოდა, ის ვერ გავაკეთეთ. მადლობა ჩვენს კომაგებს, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ და ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ. დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ისე ვერ მოვემზადეთ, რომ სოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა დაგვემსახურებინა. თამაში რომ დაიწყო, თურქეთს ძალიან დიდი უპირატესობა არ ქონია. გოლამდე. არეული თამაში იყო, ჩვენც ჰქონდა რეალური მომენტი. სამწუხაროა ეს ყველაფერი, დასკვნები უნდა დამოვიტანოთ და აუცილებლად უფრო ძლიერები დავბრუნდებით. გუნდში ისევ ისეთი გარემოა, თუ უკეთესი არა. სტადიონზე ალბათ სხვა ქიმია გვჭირდება. უნდა გამოვასწოროთ. არ მაქვს პასუხი, სად გაქრა ნაპერწკალი. ჩვენც ისე გვტყვივა, როგორც თქვენ და არ დავნებდებით. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა თურქეთთან მატჩის შემდეგ გუნდის მდგომარეობაზე ისაუბრა. ჩემთვის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო, რომ დაგვიწყებოდა ევროპის ჩემპიონატი, ცოტა კომფორტის ზონაში მოვექეცით და იქიდან გამოსვლა გაგვიჭირდა. ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება ასეთ სიტუაციაში არის რეალობის პატიოსნად მიღება. უნდა ვიცოდეთ, ვინ ვართ ჩვენ, როგორც გუნდი, როგორც ფედერაცია. ბოლო წლებში რაც გვახასიათებდა, ეს იყო საბრძოლო სულისკვეთება და ერთიანობა. თამაში პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე, ბოლო 10 თვის განმავლობაში ეს ნელ-ნელა დაგვავიწყდა. თუ გვინდა წარმატება მომავალში, უნდა დავბრუნდეთ იმ მდგომარეობაში, როცა თითოეულ თამაში ბევრს ვებრძოდით საუკეთესო შედეგისთვის. განაცხადა სანიოლმა. ოქტომბრის სანაკრებო პაუზა საქართველოს ნაკრებისთვის ტრადიციულად მძიმე გამოდგა. თეორიული შანსი არსებობს, თუმცა რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ჩვენთვის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ოცნება დასრულდა. ერთა ლიგაზეც კარგი დასაწყისის მიუხედავად, დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. როგორც ყველა მარცხის დროს, რა თქმა უნდა, ახლაც ისმის შეკითხვა: ვისი ბრალია? ხალხი ვილი სანიოლის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ალაპარაკდა, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს. ვილის რა თქმა უნდა მადლობას უხდით ყველაფრისთვის, თუმცა უნდა ვისაუბროთ განვითარებაზეც, რაც როგორც თავად ამბობს, მისი აქ ყოფნის მთავარი მიზანია. სანიოლმა საქართველოს ნაკრების გუნდად ქცევაში მართლაც უდიდესი წვლილი შეიტანა. თამამად უნდა ითქვას, რომ ის ჯვაროსნების ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია. მოკლედ, ვილის საქართველოს ისტორიაში სამუდამოდ კარგი სახელით ეწერება. დაწერე კომენტარებში შენ რას ფიქრობ ამ თემასთან დაკავშირებით. უნდა წავიდეს სანიოლი? ესთვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, გთხოვთ დაალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი, რათა არხს დაეხმაროთ განვითარებაში. ავიდეთ 500 ლაიქზე. მადლობა.